ადგილობრივ არჩევნებზე ყოველთვის და შეგიძლიათ გამოიტანოთ ეკრანზე წინა არჩევნების ასევე საპრეზიდენტო საპარლამენტო ადგილობრივი წინა სამეული იმის წინა სამეული საპრეზიდენტო საპარლამენტო ადგილობრივი ყოველთვის აქტივობა არის დაბალი. ამას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზები დაახსნა დედამიწის ზურგზე ყველგან. და არა მარტო საქართველოში. ეხლა ამის მოყოლას არ დავიწყებ, იმიტომ რომ მაშინ ლექცია გამომივა, რომ მოყვა აქტივობა დიდად არ ჩამორჩებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს, ალბათ თინა. რატომ მოდის ადგილობრივ ნაკლები არის გაცილებით მნიშვნელოვნად ნაკლებია, შეგიძლიათ ჩახედოთ რიცხვებს. რატომ მოდის უფრო ნაკლები ადამიანი ადგილობრივზე, ვიდრე ნაციონალურ არჩევნებზე? როგორ ხსნით აი ამ თუნდაც ნაკლებობას? ეს რიცხვები აბსოლუტურად არაფერს არ ამბობს, თუ არ ვიტყვით, რამდენი ამომრჩევლიდან არის. მილიონი რაღაცა ათასი ძალიან ბევრი 2012 წლის ომში და არა არჩევნებში. იმას თუ შეადარებთ ადგილობრივ არჩევნებს, რომლის შუაშიც იყო სრულიად მშვიდი წყნარი მოსაწყენი ევროპული საპრეზიდენტო არჩევნები, ამ ორს თუ ვადარებთ ერთმანეთს. ჩემის აზრით, ბოდიშვიხტი ღრმად არასერიოზული და არაკომპეტენტურია. ეხლა შეიძლება რომ თქვენ შემოგთავაზოთ ალბათ თინა თქვენი სერიოზული ანალიზი, არა ჩვენ უნდა დავასრულოთ, წერტილი უნდა დავსვათ სადღაც. თქვენი სერიოზული ანალიზი, თქვენ შენიშნებს მოანდომეთ თქვენი დროის უდიდესი ნაწილი, ამიტომ თქვენი სერიოზული ანალიზი ჩვენ არაინფორმირებულ ჟურნალისტებს შეიძლება მოგვაწოდოთ. პრობლემა არ მაქვს. ეთერის პრობლემა არ მაქვს, რომელიმე სხვა ეთერში აუხსნი ამას ამორჩეულს, თუ თქვენ არ გინდათ რომ აგიხსნათ, აქვე გავჩუმდები. ჩვენ გვინდა რომ მოკლედ გითხრათ ეს ყველა. ნუ არ მისმენთ მოკლედ, ეს არ იხსნება ისეთ კითხვას მისვოთ, რომელიც მოკლედ თქვენ თუ მიდარებთ მე 2012 წლის 1 ოქტომბრის ომს და ამ არჩევნებს და გინდათ ახლა სერიოზულად გელაპარაკოთ იმაზე, აქ რატო იყო ნაკლები კაცი მოსული ვიდრე 2012 წლის 1 ოქტომბერს, ამაზე მოკლედ ვერ გიფასოთ. 9 მილიონიანი სხვაობა აქ ალბათ თინა 20 კაცი ნაკლები არ მოსულა. მაგრამ არ მინდა რომ ცინიკურად გიფასოთ. 9 მილიონი კი არა, შეიძლება 1 მილიონით ნაკლები ყოფილიყო და არ გამკვირვებოდა, იმიტომ რომ ის იყო ომი და ეს იყო არჩევნები და მეორე ნაციონალური მოძრაობა რადარიდან იმიტომ ქრება, გიხსნით ქალბატონო ნინო და ბატონო ვახტანგი, იმიტომ ქრება, რომ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათი რეალური შედეგი დაითვლება არა ისე როგორც თქვენ იცვლით, რომ ნიკა მელიას თუ ვინმე ბოტკოველს რამდენი პროცენტი აქვს, არამედ საკრებულოები რომ დაკომპლექტდება, აი იქიდან დავითვლით, რამდენი პროცენტის ნდობა გამოუცხადა ნაციონალურ მოძრაობას ქართულმა ხალხმა. მაგრამ ეს 5% არ არის ქალბატონო, ხომ ეთანხმებით? ის არის ერთი ნიშნა, არა, არ გეთანხმებით, იმიტომ რომ არ იცით, რას ლაპარაკობთ. ქალბატონო, ის იქნება ერთი ნიშნა, ამას ერთად ნახავთ, ჩვენ უკვე დავთვალეთ 27-სა და 5 შორის და 20-სა და 5 შორის, ახლა მეც და მაყურებელმაც მე მგონი სხვაობის გავლება ვიცით. ერთი ნიშნა, ბატონო ვახტანგი, ერთი ნიშნა. კაი, 5 არის. თუ რეიტინგი არის 5%, ქალბატონო თინა. თუ რეიტინგი არის 5, უკაცრავად რა, თუ რეიტინგი არის 5%. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს და CSK ამბობს რომ 20% აიღო, ნუ ახლა არ ამბობს CSK ამას, ვახტანგ, დიდი ბოდიში ახლა უკაცრავად რომ მე აქ თქვენთან საკამათოდ არ მოსულა. არც მე ქალბატონო, შეკითხვა დაგიშვით. მე ვეუბნები და ვუხსნი ძალიან მარტივად ამას, მათ მე დარწმუნებული ვარ, ეს ახსნა არ ჭირდება, ძალიან წუხარო, ახლა ეს საუბარი შედგა ჩვენ შორის, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ესე არ ითვლება. CSK აჩვენებს ერთი კონკრეტული მოცემულობის პროცენტს, ერთი კონკრეტული მოცემულობის პროპორციულ სიაში რამდენი აიღო ნაციონალურ მოძრაობამ, რამდენია ნაციონალური მოძრაობისთვის ქართული ხალხის მიერ მიცემული ნდობა, ეს შედეგი იმის მერე გექნებათ, ჩვენ უკვე დავთვალეთ, იმიტომ რომ ოქმები ყველა გვაქვს, მაგრამ თქვენც გექნებათ იმის შემდეგ, როდესაც საკრებულოები დაკომპლექტდება და ყველა ვნახავთ რა შედეგი აქვს. და მეორე და ყველაზე მთავარი, აი უკვე მე-16-ად დავიწყე და ეს მეორე წინადადებას არ მათქმევინებთ, ის არის, რომ დღეს მეორე ტურში უმრავლეს შემთხვევაში არ არის ნაციონალური მოძრაობა. საერთოდ არ არის ნაციონალური მოძრაობა. გაქრა ნაციონალური მოძრაობა. 12 თვითმმართველი ქალაქიდან 8-ში იქნება ქალბატონო თინა მეორე ტური. ხო, და რამდენი შეიქნა ნაბა თუ იცით ნაციონალური მოძრაობა? 6-ში. ვინ გითხრათ? რამდენშია? დამიკონკრეტეთ, შეიძლება რა. 3-ში. 3-ში კი ბატონო, ეს 21 მეორე ტური გვაქვს სულ ჯამში. 21 მეორე ტური გვაქვს. და მხოლოდ 8-შია ნაციონალური მოძრაობა. და დედაქალაქში. აი ამაზეა ლაპარაკი, როდესაც ვამბობთ, რომ ისინი რადარებიდან ქრებიან. მეორე ტურში 6 პოლიტიკური ძალა იქნება. 6 სხვადასხვა პოლიტიკური პარტია. ეს არის თქვენი პოზიცია, ქალბატონო თინა. თავარი, ის აღარ არის მეორე ოპოზიციური პარტია საქართველოში. ეს თემა დაიხურა. ჩვენ გაგვეთიშება ხა სიგნალი ქალბატონო თინა, უკაცრავად. და მე ძალიან მწუხარო თქვენ ამ ელემენტარული ამბების ახსნაში დამაკარგვეთ. ქალბატონო თინა, არ დაგაკარგინეთ, ჩვენ უბრალოდ თქვით CSK-ს მონაცემით, თქვენ სხვანაირად ხსნით ამ ყველაფერს. დიდი მადლობა. ბატონო ვახტანგ, თბილისის საქართველოში ირჩევა საკრებულოები თლიანად. და არ ირჩევა მხოლოდ ერთი სიით.
და ამის გაგება არის ძალიან მარტივი, თუ გვინდა რომ გავიგოთ. საკრებულოში ჩვენ, როდესაც 2010-ში შევედით თბილისის საკრებულოში, ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ 20%-იანი რეიტინგი გქონდა, მაგრამ არ გქონდა და არ გვითქვამს, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ სიაში ესე ავიღეთ, იმიტომ რომ 7 თუ 8% გვერგო თბილისის საკრებულოში და აი ეს იყო ნდობა, რომელიც გამოხატა მოსახლეობას. დიდი მადლობა. ჩვენ თქვით პროცენტები, ჩვენ დიახ, ანაბანაა, ჩვენ თქვით პროცენტები, რაც CSKOM გამოაცხადა, თქვენ ამ ყველაფერს სხვანაირად ხსნით. მეტი როგორ თქვა?